შეკითხვა იყო ელექტრომაგნიტურ კონტაქტორის დაერთებასთან დაკავშირებით, თუმცა სანამ დაერთებაზე ვისაუბროთ, მის ფუნქცია დანიშნულებაზე ვისაუბროთ. რისთვის გამოიყენება? ელექტროინდუსტრიაში მაგნიტური კონტაქტორი გამოიყენება მაღალი სიმძლავრეების სამართავად, როგორიცაა ძრავები, ავტომატიზირებული სისტემები, განათებები და ასე შემდეგ. მარტივი მაგალითზე რო ვთქვათ, ლიფტი ვერ იმუშავებდა, რომ არა ელექტრომაგნიტური გამშვები. ეს არის მარტივი მაგალითი. ის არის ცვლად დენზე მომუშავეც და არის მუდმივ დენზეც მომუშავე. არის 220 ვოლტზეც, 24 ვოლტზეც და 48 ვოლტზეც. მას აქვს მთავარი კონტაქტები L1, L2, L3 და ნეიტრალი, ხოლო აქ ასევე დამხმარე კონტაქტები, რის საშუალებითაც ხდება მისი გაშვება, ეს არის A1, A2. A1-ში ერთდება ფაზური დენი, A2-ში ერთდება ნეიტრალური დენი, რა დროსაც ის მიიკრავს კოჭას და კოჭის მიკრის შემთხვევაში უკვე მთავარი კონტაქტებიდან, მთავარ კონტაქტებზე დაერთებული დენი გამოვა და წავა იმ ელექტრომოწყობილობაზე, რაც ჩვენ უნდა ვამუშავოთ. ელექტრომაგნიტური კონტაქტორები გათვლილია ათასობით და 10,000-ობით ჩართვა გამორთვაზე და ზუსტად ამით არის ის გამორჩეული ყველა სხვა ელექტრომოწყობილობებისგან ექსპლუატაციის მაქსიმალური შესაძლებლობებით. რაც შეეხება დაერთებას, აქ მაქვს ფაზა 0-ზე აწყობილი, ანუ ფაზურ და ნეიტრალურ დენზე აწყობილი და განვიხილოთ როგორ ხდება ეს დაერთება. ეს არის დიფერენციალური ამომრთველი, დიფერენციალურ ამომრთველში შემოვიდა ფაზური და ნეიტრალური დენი, ფაზური და ნეიტრალური დენი გამოდის დიფერენციალიდან და რა ხდება? ნეიტრალური დენი წამოვიდა და დაერთდა მთავარ კონტაქტზე, ხოლო ასევე მთავარი კონტაქტიდან, ასე ვთქვათ, ვისესხეთ, ასე ვთქვათ და დავაერთეთ დამხმარე A2 კონტაქტზე. რადგან ნათურის პრინციპით არის აქ ნეიტრალური დენი ყოველთვის მიდის პირდაპირ ნეიტრალურ დენს მართვა არ ჭირდება, მართვა ჭირდება ფაზურ დენს. ფაზური დენი კი აი ეს წითელი წამოვიყვანეთ და აი აქ ჩამრთველზე, ჩვეულებრივ გადამრთველზე დავაერთეთ, რომ მოხდეს მისი მართვა. ჩამრთველიდან წამოვიდა და დაერთდა A1 კონტაქტზე. აი აქ დააგვირდით A1. A1 და A2 არის კონტაქტორის ჩართვა. როდესაც ჩვენ ჩამრთველს დავაჭერთ, ეხლა ვცადოთ მაგალითზე, ჩამრთველს დავაჭერთ, უკვე მუშაობს კონტაქტორი. მაგრამ კონტაქტორზე მთავარ კონტაქტებზე L1-ზე, L2-ზე, L3-ზე უნდა იყოს ფაზური დენები დაერთებული, რომლითაც უნდა ვამუშაოთ ჩვენ ელექტრომოწყობილობები, ძრავი, განათება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში დიფერენციალიდან წამოვიყვანე ფაზური დენი, რადგან ეხლა ფაზა და 0-ზე გვაქვს საუბარი, წამოვიყვანე ფაზური დენი დაერთდა L1-ზე. ხოლო L1-ის პირდაპირ არის მისი გამომავალი. ეხლა ამ შემთხვევაში აქ დენია, მაგრამ აქ დენი არ არის. თუმცა როგორც კი ეს კოჭა მიიკრავს, დენი ჩაერთება. ამ შემთხვევაში მე დაერთებული მაქვს ზევით განათება, პირობითად, ნახოთ, განათება და როგორც კი დავაჭირე ღილაკს, ჩაერთო. როგორც კი გამოვრთე, გამოერთო. ეხლა რისთვის გჭირდება ეს ჩვენ და შეიძლებოდა თუ არა ამ ნათურის ჩართვა ამ კონტაქტორის გარეშე. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ამ ერთი ნათურის კონტაქტორის გარეშე ჩართვა, თუმცა თუ გვექნებოდა ჩვენ აქ 100 ნათურა, 200 ნათურა, ერთი ჩვეულებრივი ჩამრთველი მას ვერ ჩართავდა იმ სიმძლავრეს და კონტაქტორი კი ზუსტად ამ სიმძლავრეზეა და ამ ჩართვაზეა გათვლილი, რომ მან ამუშაოს მაღალი სიმძლავრეები. ასევე თუ ჩვენ გვინდოდა ამ განათების ჩართვა ისეთი საშუალებით, როგორიც არის პროგრამა დისტანციურად, თუ არ გვექნება ეს კონტაქტორი, ჩვენ ამ ნათურას ვერ ჩავთავთ ამის საშუალებით. ეს არის მისი ფუნქცია. ისევ და ისევ ჩართვაზე გავაგრძელოთ დაერთებაზე, ანუ ეს არის მთავარი კონტაქტები, მთავარი ყველა L1-ის პირდაპირ არის მისი გამომავალი, L1, L2, L2, L3, L3, ანუ პირდაპირ არის მისი გამომავალები, ხოლო ნეიტრალი.
A1 და 2 არის დამხმარე კონტაქტები, რომელიც მის ჩართვას ახორციელებს კონტაქტორის დიფერენციალიდან ეს შეგიძლიათ დიფერენციალი იყოს, ჩვეულებრივი ავტომატური ამომრთელი იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში დიფერენციალი გვაქვს დაყენებული. დიფერენციალიდან ავიღეთ ფაზური დენი და მთავარ კონტაქტში დავაყენეთ. პირველში ავიღეთ ნეიტრალური წამოვიღეთ და ნეიტრალურ კონტაქტზე დავშვით, ნეიტრალურიდან დამხმარე ნეიტრალურსაც მივეცით კვება. დიფერენციალიდან მივეცით ჩამთვლელ ღილაკს დენი, ამის საშუალებით წითელი. ჩამთვლელი ღილაკიდან წამოვიდა წითელი და დამხმარე A1-ზე დაერთა, სადაც არის 220. როგორც კი ეს ჩვენ ღილაკს დავაჭერთ ხელს, ისე და ისე გამოვერდებით, ჩაერთვება, გამოვართავთ. ჩაერთვება, გამოვართავთ. ასე შეგიძლიათ დამუშავოთ სამფაზა ძრავები, ნებისმიერი ავტომატიზირებული სისტემა.